ასე ვიწყებთ სანდრო რაქვიაშვილი აგირჩიდან სახელმწიფოებისა მადლობა სანდრო რომ მოხვდით და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. დავიწყოთ იმით, რაც არაერთხელ გვისაუბრია პრინციპში ამ სტუდიაში თქვენთანაც, მეორე წელი არის ოპოზიცია აცხადებს რომ ისინი იმარჯვებენ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ისინი ითხოვდნენ ახალ არჩევნებს და პრინციპში დღემდე ამას აცხადებენ. თან ანონსებენ რომ ეს გზა რომ მათ მიიყვანთ გამარჯვებამდე. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს? თუ მეტყვით რა გზა არის, უფრო ზუსტად გიპასუხებ. მუდმივად საუბრობენ რომ აი უწყვეტი პროტესტი არის. ხო და ამაშია პრობლემა, იმიტომ რომ ეს ხო აი სანამ ეს 24 წლის არჩევნების შემდეგ დაიწყებოდა ეს საპროტესტო მოვლენები, მანამდე თუ გახსოვთ იყო მიშა სააკაშვილის მხარდაჭერი აქცია პარლამენტთან 2-3 კაცი გამოდიოდა ხოლმე და ყოველდღურად მეგონი 200 თუ 300 დღე იდგნენ. მაგრამ თქვენ ხო არ მეკითხებოდით იმაზე რომ თქვათ ეთერში როცა მოდიოდა თქვათ 23 წელს რომ აი უწყვეტი პროტესტი და დაამხოს თორე ეს პროტესტი ბიზნეს იმაშულს. და ნუ აი ხო 2-3 ადამიანი არა გამოდის თქვათ 300 კაცი, 500 კაცი, აი ლევან ხაბეშვილი ამბობს რომ ვიცი 1000-ო მაქსიმუმო და დამარცხდაო და მე დიდი ხანი მგონია რომ რამე პროტესტი არის, ფუნდამენტურად პროტესტი ნიშნავს როცა რაღაცა მნიშვნელოვანია ღელვარებაა ხო ადამიანებს ეხება, ბევრ ადამიანს ეხება, ეხლა ასე ინდივიდუალურად უამრავი უყოფილ ადამიანია, რაღაც სხვა მოვლენით. ვიღაცას შეიძლება საერთოდ თავისი სამყარო არ იყოს მოყოფილი, ხო? და 500 კაცი 3 მილიონი ნახევარი ქვეყანაში სულ შეიძლება იყოს პარტიებში უფრო მეტი ადამიანია დასაქმებული. პარტიების თანამშრომლები რო გამოიყვანა, უფრო დიდი მიტინგი გამოგივა. ეს პარტიის თანამშრომლები არიან იქ როგორ? არა, იქ ყველანაირი ხალხი არსებობს, იქ არის ისეთი ხალხი, რომ შეიძლება მართლა გულწრფელად გონია, რომ ბიზნესმენებს ებრძვის ამით. მაგრამ უმრავლესობა, აი დიდი უმრავლესობა იმ ხალხის არის რაღაც აი ძალიან ანგაჟირებულია რაღაც პოლიტიკურად რა, ანუ გასაგებია, ჩემი ამორჩეველი ფაქტორი არ არის. ძალიან განკვირდება ჩემი ამორჩეველი იყოს, იმიტომ რომ რა ვიცი, პროზავს ოფისი გვაქვს 100 მეტრში და ჩვენთან ამოვიდეს ჩვენთან დაჟეს უფრო მნიშვნელოვანი უფრო საინტერესო იქნება ვიდრე იქ. თქვენ რაღაცა დროის განმავლობაში თავიდან იმ პროტესტზე კი არ იყავით ორგანიზატორები, მაგრამ რაღაცა ჩდებოდით ხოლმე რუსთაველის გამზირზე. რატომ თქვით უარი იქ მისვლას? ჩვენ სულ დავდივართ ზოგადად პროტესტი ეს რაღაც არის, თუ პროტესტი ლეგიტიმურია, იქაც ვიქნები. რა მნიშვნელობა აქვს ვინ და როგორ დადის იმ პროტესტზე? თქვენ რო მოგინდათ რაღაც გაპროტესტება, ჩავთვლი რომ სწორად დაპროტესტებთ, დაგიდგებით გვერდზე, თუ არასწორად არ დაგიდგებით. მიუხედავად იმისა, რა პარტიას წარმოადგენთ, რატომ მიხვედით და ასე. მაგრამ ეს პროტესტი რო დაიწყო, უბრალოდ როცა გვარამია კარვებში ეძინა ღამე, იქ არ ვიყავით. როცა აბსურდი იყო, ხო, ეს არჩევნების შემდეგ, მაგრამ დალი კობახიძემ რომ ევროინტეგრაცია გააჩერდა, ხალხი აშფოთა, ის ლეგიტიმური იყო, მაგრამ მაშინაც კობახიძემ გააჩერა ეს თქვენს ასე გონიათ, ვინმე ჩვენ გვაძლევს ევროკავშირში ხართო და ვინმე უარს ამბობს? აგერ უკრაინაზე მოვისმინეთ ხო იტალიიდან რომ წინააღმდეგები არიან დაჩქარებული წესით მიღებაზე. ერთი საკითხია ეს სიტყვაზე გამოკიდებას გვარ ევროკავშირში გაწევრიანება ახლა რო გავიხსენოთ თუნდაც აი ომამდე პერიოდი არავის არ ქონდა მოლოდინო რომ რაღაც უახლოესა 5 წელიწადში რამე მნიშვნელოვანი მოხდებოდა. ერთია შენ ამბობ როდის მე გავწევრიანდები. თუნდაც იყოს 2029 წელი, 2040 წელი, მაგრამ მეორეა შენ რა გინდა ეხლა? საერთოდ მიისწრაფი. ხო და ამ მომენტში ეხლა უკვე გასაგებია რომ ჩვენ ევროინტეგრაციაზე აღარ მივისწრაფი. იმიტომ რომ რა ვიცი ევროპა ცუდ მდგომარეობაშია რაღაც ასე ხდება, ესე ხდება დაინგრევა. ევროპა სალია ჩვენთვის რომ ხვალზე მიგვიღოს თქვენ როგორ ფიქრობთ? ხვალზე არასდროს არ იყო მიზანი, ამიტომ მითხრათ. ხა ჩვენ ვაკეთებთ თუ არა რამე ევროპისთვის, ანუ უკეთესი სასამართლო. ევროპა რას აკეთებს ჩვენთვის? ევროპა სამდე საქართველოს შემოსვლა, ხო? ჩვენ გვინდა ევროპაში. ჩვენ ევროპას იგივე პრეტენზიას ვერ წავუყენებთ. მე რომ ადამიანს არ უნდა დავიწყო მუშაობა და კითხო ხარვადერა საკეთებს ჩვენ თუ ადამიანის მიღება არ გინდათ სტუმრად და კარი ჩაკეტილი გაქვთ, იმას რამდენიც უნდა უნდოდეს, ხო? და ხედავთ რომ უნდა ევროპას. ეს შეხედეთ, კარი ჩვენ ყოველთვის ჩაკეტილი გაქვთ. როცა ვიღაცა ჩვენთან მოდის, გეუბნება შეიძლება შიდან მოვიდე? და თუ ხედავთ რომ შეუსაბამოდ ჩაცმულია, ან შეუსაბამოდ იქცევა, ჩვენ ვეუბნები რომ მოდი იცი რა, ასე ჩაიცვი, ასე მოიქეცი, ასე და მე შემოდივ. თქვენ ხო არ შემოუშვით თქვენ სახში ადამიანს, რომელიც თქვენთან მიღებულ წესებს არ შეესაბამება. ეხლა თუ ადამიანი ამბობს არ მოწონს თქვენი წესებიო, აქეთ თავზე გადამყევიო, აქეთ დამეხმარეო და კიდე როგორც მინდა ისე მოიქცევიო, ალბათ ამ ადამიანს გააგდებთ, ხო? თუ ან მინიმუმ არ შემოუშვებთ. და იგივე სიტუაცია ეხლა ჩვენ შეიძლება უსასრულოდ ვილაპარაკოთ ევროპის ნაკლოვანებებზე, უკრაინა და მოლდოვა ასრულებენ, რასაც თხოვენ, ხო? და რატო არ იღებენ?
არა, შორს არის ჯერჯერობით უკრაინა სპეციფიკურ მდგომარეობაში ომი მიდის და ამიტომ ბევრ რაღაცას თვალს ხუჭავენ, რაც უკრაინაში ხდება პოლიტიკურ ნაწილში. და მოლდოვა ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი კორუმპირებული ქვეყანაა, იმას ძალიან გრძელი გზა აქვს ევროპაში შესული. ანუ ეს ხო გასაგებია, ანუ ჩვენ ხო სულ პირველები ვიყავით ამ სამ ქვეყნიდან. მაგრამ ხო სხვაგან ვიქნებოდა და სხვა ურთიერთობა გვექნებოდა. არ არასერიოზულია ევროპელებზე გადაბარება პასუხისმგებლობის, იმას რაც შეიძლება გაიკეთებინა. გასაგებია. მაგრამ რაც უნდა იყოს, რომ დავამთავრე მაინც შორს წავედით იქიდან, მაგრამ როცა კობახიძემ გააცოცხლა ეს პროტესტი და სულად ლეგიტიმურად ჩემი აზრით. ამ პროტესტს მაინც არ ქონდა გასაგები მოთხოვნა, არ ყავდა ლიდერი და მე მაგას ერთი სამი კვირა დავდიოდი. არა, არც არ იყო ეს რობეშვილი. და ერთ სამი კვირა დავდიოდი მიტინგზე, ხალხს მანსოეში ველაპარაკი მიკროფონი მქონდა, რომ ხალხო მოდი დაველაპარაკოთ, დაუძახოთ პოლიტიკოსებს და ერთი-ორი მომეყო საბაბუაძე იყო და ჩერგოლიშვილი, ვინც საერთოდ დათანხმდა რამე დისკუსიაზე იქვე. ნუ ვეუბნები ხალხს არ შეიძლება ასე ჩხუბი რაღაცა რისკია, ვიღაცას დაეჭერენ, ვიღაცას ცემენ, რამეზე დაველაპარაკოთ. ანუ ზოგადად პრობლემა ის არის, რომ პოლიტიკურ სივრცეში არის დისკუსიები. აი ხა ცოტა მოგვიანით სხვა არხზე დაიწყება დებატები, რომელიც ამაზე ცალკე უნდა გკითხოთ მე. ზოგადად ეს პრობლემა იყო რა და ოპოზიციას თუ რამე ახლა აკლია, არის დისკუსიები და დებატები. და არანაირი გზა და არანაირი პროტესტი ჩემს თუ ხარ არსებობს. ეს არის იმიტაცია და უბრალოდ ხალხის კონტროლის გადატანა. ერთი თემა კიდე რომელიც შემოვიდა პრინციპში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი საუბრობდა, რომ გაერთიანება არის საჭირო ახლა ოპოზიციისო. პრინციპში იქ თქვენ არ მოიაზრებით, მაგრამ ამ გაერთიანებას რა შეუძლია, რამდენად უჭერს ზოგადად ხალხი მხარს ოპოზიციას და ხვალ მართლაც რომ იყოს არჩევნები, თქვენ როგორ გონიათ, რომ იმ ოპოზიციას, რომელსაც უყურებთ, ხალხის მხარდაჭერა აქვს? აი დღეს იაგოს სიტყვებს არცელებენ სხვა ოპოზიციური მედია, რომ ქვეყანაში ორი პარტია დარჩა, ქართული ოცნება და ჩვენ და ამიტომ ჩვენ შორის დებატები არისო და ეს არ არის რაღაც ვიღაცის დაკრინება, ეს ფაქტობრივი მოცემულობაა. ეს კი არის, რომ ჩვენ ასეთი მაგრები ვართ და როგორც ამერიკაში, ინგლისში ორ პარტიულ სისტემაზე მივედით. არა, ჩვენ გვესმის ჩვენი რეიტინგი რამდენია, უბრალოდ ოპოზიციაში ისე ძიმე სიტუაცია, რომ ჩვენზე უფრო ასე ვთქვათ, დახვეწილი პარტიული სტრუქტურა რავის არ აქვს. დარჩა ცალკეული პოლიტიკოსები, ცალკე რეიტინგი და ამ შემდეგ და ამ სიტუაციაში საერთოდ ვიღაცა რაღაცაზე რო ლაპარაკობს. ვისი გაერთიანება, არარსებული პარტიების გაერთიანება რა შედეგს მიღწევს? ან საერთოდ ვინ თქვა რომ რაღაც ტიპის გაერთიანება მნიშვნელოვანია? ანუ ხო ჯერ მიზანი უნდა იყოს გასაგები. გასაგებია ხელისუფლებაში მოსვლა და ყველა პარტიას, ზოგადად ოპოზიციის ფუნქცია ხელისუფლებაში მოსვლა, ხო რაღაც გაგებით, მაგრამ ამის იგეთ როგორ მოსვლა? ვიღაცა აგერ რევოლუციას აწყობდა, ვიღაცა არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ერთს რა ვიცი, ერთი მომავალი წარმოუდგენია, რა ვიცი, მურუსიძეს ტოვებს და ანვითარებს, მეორე პირიქით გაგდება უნდა, ანუ ხვდებით, აი ამაზე თუ არ დაილაპარაკე, საერთოდ რა გინდა და ვინ ხარ? და კიდევ ერთი თემა სხვათა შორის იაგო ხვიჩიას ქონდა რაღაცას ის გავცელდა ხელისუფლებასთან, ანუ ფოტო გავცელდა, სადაც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი იყო და მეორე ხელისუფლების მომხრე თუ რაღაც ესეთი და ამაზე იყო რაღაც ლანძღვა და Facebook-ში იყო ესე რომ ადამიანები, აი ვისაც ევროპის სახელით ვინც გველაპარაკებიან, მე ისეთი თქმა მინდა, ამბობენ რომ აი ეს ქოცია და ჩამოსახჩობია და დასაკიდია. აი როგორ გესმით ის ადამიანები, რომლებიც დასავლურობაზე გვესაუბრებიან, თუ ოპოზიციის მომხრე არ ახარ, დასახრეტი რო ხარ და რუსი რომ ხარ და ასე შემდეგ. როგორ მიგაჩნიათ აი ასეთი შინაარსის განცხადებებს როცა აკეთებს ადამიანი, რომ თუ შენ ჩემს არ ითვალისწინებ, მოსაკლავი ხარ და დასაჭერი ხარ, იმას რომ რამე რეიტინგი კონდეს და ის ადამიანი ვინც დღეს არ უჭერს, ხვალ დაუჭერს ისიც არის უნივერსალური კითხვა ცხადია, შენ ოპონენტზე უკეთესი უნდა იყო მინიმუმ, ხო რომ მრავალი პროტესტობა კონდეს. აი მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, ჩვენ 2003 წლიდან იმედზე ვარ დაბლოკილი და არ ჩანვართ რა, რაღაც ძალიან იშვიათად თუ სადღაც ნახავთ, მაგრამ პერიოდულად არის ხოლმე საინფორმაციო გამოშვებებზე შეიძლება იმედმა ჩაგწეროს რაღაც კომენტარისთვის. და აი მთავარ არხებს არსებობდა. იქ ჟურნალისტები თქვა თუ ეწერებოდით ყველას ერთად მიკროფონს აიღებდნენ, წაიღებდნენ, შემთხვევით რომ არ ჩაეწერათ მაინც. ანუ არა თუ აღწევდნენ, შემთხვევით რომ არ ჩაეწერათ. ანუ თავარ არხზე იყო ჩემ მგონი ყველაზე განსხვავებული აზრის მიუღებლობა. კაცი ცენზურა, რომელიც საერთოდ მეტი არსად არხზე არ იყო, ასეთი კაცი ცენზურა, როგორც იყო თავარ არხზე. ამიტომ როცა გვარამია და მისი პარტიის წევრები აცხადებდნენ პრეტენზიას ევროპულობაზე, დემოკრატიაზე, ყოველ სასაცილო იყო. საერთოდ მე მგონი რომ ბიზნეს მოსყიდული ხალხი იყო, მაგრამ რომ თქვენზე გავდოთ, სასაცილო იყო, იმიტომ რომ შენ თვითონ ცენზურას აწესებ შენ ტელევიზიაში, შენ თვითონ გაურბი ხარ დებატებს, შენ თვითონ გაურბი ხარ დისკუსიებს, კრიტიკულ ასრებს. მე პრეტენზიას ვერ წავდგენ ამაშია საქმე. ზოგადად პრობლემა მე მგონი არის ის, რომ ამორჩეულმა უნდა უფრო აი ჩვენ ხო არ ვართ ისე დაალაგებული ქვეყანა, რა ტრადიციები რომ მოყვება დემოკრატია, როგორც ინგლისში შეიძლება ქონდეს და შეიძლება ამორჩეული შეცდეს, მაგრამ იცი რომ რაღაცნაირად ეს ნუ გამოასწორებენ ნელ-ნელა აქეთ იქით და ეხლა ყველა შეიძლება შეცდეს, მაგრამ ჩვენ ვინმე არ გვაქვს ეს დაგროვებული ტრადიცია და რაც ქცევის წესები, ამორჩეულს უფრო მეტი ფიქრი მოეთხოვება.
აი ამორჩილი უფრო კრიტიკული უნდა იყოს ზოგადად, იმიტომ რომ მე რო კითხვა ამორჩილოს პოლიტიკოსი ყველა ცუდია, ყველა გადამხდებია, ყველა მატყუარა, მე რა ჩერზე მისდე მე მატყუარა იმ აქციების დროს, როდესაც აი რუსთაველის განძირზე დაიწყო, ხო? ადამიანები, რომლებიც მე ძალიან არ მინდა ჩემ თავზე ვილაპარაკო, მაგრამ ერთ-ერთი ის გადაცემაა, ვინც ყველა მხარეს ეძახის, ჩემი გადაცემა, მაგრამ თუ განსხვავებული კითხვა დასვი, მაშინ მოდის არნახული ნიაღვარი შეურაცხყოფა და აი დასრულდებით მალე და პირდაპირ იმაზე ვიყავი, ანუ ბუნიდის ქვეშ სოციალურ ქსელში და პირად შეტყობინებებში, მაგრამ სულ სხვა არის ქუჩაში როცა გავდივარ, ხალხისგან ხვდები ხო რეაქციას და ეს სადაბნე მიიღო ans ქვეყანას, როდესაც აი განსხვავებული აზრის მიუღებლობა პირდაპირ ესე ჩაწეხვა მიდის. არა, ეს გასაგებია, რომ სალაპარაკობენ, ჯგუფს იწყებენ. ზოგადად აი ხა ეს დებატები რაც თქვით, რომ იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, თუ დაიწყო და განვითარდა, რომ როცა საუბარზე უარს ამბობ, ერთ-ერთი გზა რჩება იჩხუბო, ხო? ანუ მე სხვა არსებობს. საუბარი იმიტომაც მოვიგონა, ქურდული გარჩევა იმიტომაც არსებობს და ქურდება ერთმანეთი არ დახოცოს. დიპლომატია იმიტომაც არსებობს, რომ ქვეყნებმა ომი არ დაიწყონ. იგივე არის პოლიტიკაში. პოლიტიკა ზოგადად იმიტომ არსებობს, რომ სამოქალაქო ომი არ იყოს. ხო და ჩვენ თუ უარს ვამბობთ ლაპარაკზე, ესე იგი მარტო მუშტები დაგვჭა, ხო? ერთმანეთს ვესროლოთ, ჩხუბცემოთ და შემდეგ და ამიტომ ამ შემთხვევაში აი სულ რაღაც დღემდე უარს ამბობდა ოპოზიციის ლაპარაკზე, ოპოზიციის დიდნაწილი და ქართული ოცნებას. ეხლა ქართული ოცნება თქვა, რომ დავიწყებ ლაპარაკს. ხო და თუ ეს პროცესი დაიწყო, ჩვენ თავიდან ავარიდეთ ეხლა გვარამე ილაპარაკებს თუ რა ვის რა შეინტერესებს საბოლოო ჯამში, თუ დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი ასე დაალაგებულია, მაგრამ თუ აღმოჩნდა რომ ეხლა როგორი დამოკიდებულებას არ უნდა გქონდეს თქვა რავი ნაცების მიმართ ან გვარამეს და შემდეგ იქეთ ასობით ათასი ამორჩეველია. ამ ასობით ათას ამორჩეველს უნდა გქონდეს თავისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა. თუ გვარამია მოსყიდულია და პარლამენტში არის და რაღაც ეს მისი პრობლემა, მაგრამ ის ასობით ათასი ხო დარჩა ადამიანი. იმათ ხო რაღაც გამოხატვის შესაძლებლობა უნდა გქონდეს. თუ ამას ჩაახშობ, ხო გარდაუვლად ჩხუბი დაიწყება. აი თუნდაც იმ დებატებზე, რომელიც დღეს იქნება ხო ერთ-ერთ არხზე, იგივე პარლამენტში შევიდა, იგივე გახარიას დეპუტაცია, სათადარიგო დეპუტაცია. ამბობდნენ რომ იქ შევიდნენ იმისთვის რომ დებატი გაუწიონ ხელისუფლებას და დღეს გვისმენთ რომ აი ეს ფორმატი არ მოხდა. ისინი არასებული პარტია, ანუ ისინი ნამდვილად აღარ არსებობენ, რა ვიცი, გერმანიაში კვლევებს ეს გახარია და აქ რაღაც პარტია, რა ვიცი, უბრალოდ ხელფასები აიღეს რომ რაღაც რამდენიმე წელი არსებობ, მაგრამ მე მართლა გითხრა მათია მონაწილეობა არ მონაწილეობას და მაღელოს, მაგრამ უბრალოდ ცოტა სასაცილოც არის. როცა პარლამენტში ხარ გვერდზე 90 ქართული ოცნების დეპუტატია და ამბობ რომ ეხო სამი ქართული ოცნების წარმომადგენელი, ამიტომ არ დავждებიო, რა ვიცი, პარლამენტში ხოზი ხარ მართლა, მაგრამ მე უფრო მაღელოს, იმიტომ რომ გახარიას მეგონი არც რაღაცა რეიტინგი დარჩა და არც არაფერი, რაც ამ ბოლო მოვლენების შედეგად, მაგრამ აი კოლექტიურ ნაცმოძრაობასაც ეძახიან კოცები რა. იქ ხო მართლა მომრჩეველი არის. იქ ხო არავინ არ იტყვის, აი რანაირი პოზიცია, როგორ იქ რაღაც ცოტა მომრჩეველი, იქ ასობით ათასი ადამიანია საბოლოო ჯამში. ასე ისე ვასწრებ, მაგრამ 200-300 ხო იქნება. და როგორ შეიძლება ამ ადამიანებს არ ქონდეს გამოხატვის შესაძლებლობა? ქართული ოცნების პარტიებს გზალავო. პარლამენტში კავი თავისივე შეცდომის გამო არ არიან. და პირიქით უნდა იყოს ქართული ოცნება მოწოდინებული, ხლა ამ ეს ხალხი ალაპარაკოს, ამ ხალხის წარმომადგენლები გაარკვიოს ბოლოს თქვა, რომ ვინ არის თქვენი წარმომადგენელი, აი საბერძნეთში რომ ომი იწყებოდა და ვინ არის თქვენი ეს რაღაც და გამოიძახდნენ. ხო, აი არჩევნებზე არ გადიან რამეს პარტიები, ხო? არა, ხალხმა უნდა ქონდეს შესაძლებლობა ილაპარაკონ, ამიტომ მნიშვნელოვანია დისკუსია დაიწყოს. მე ზოგადად გონია რომ თუ დებატები კარგად წავა, მიუხედავად იმისა, ვინის ჩათვლიან გამარჯვებულად და დამარცხებულად, რომ სხვა ტელევიზიებს დაინახავენ რა, ეხლა თქვენზე არ საუბრობთ, ეხლა გასაგებია, ეხლა თქვენი ხელმძღვანელი რას გადაწყვეტს და როგორ იქნება და ქართული ოცნება რას თქვენს და შემდეგ და მაგრამ ზოგადად თქვენ რო დაპატიჟოთ ეხლა მაგალითად გვარამიას პარტიის წევრი აქ არ დაждდება ჩემს სადებატოდ. გვარამიას პარტიიდან ძალიან არ მინდა რო თქვა, მაგრამ ის კითხვები, რომელსაც მე ვსვავ, ძალიან მიჭირს მათი მოყვანა ეთერში. ისიც არ მოწონთ. ხო და ვისთანაც უყვართ, ვისთანაც კომფორტულად დადიან, იმან მაინც იქნება დაორგანიზოს რამე დებატი, იმიტომ რომ ამ ხალხს უნდა გქონდეთ გამოხატვის ამ ამორჩეველს. და თუ ეს მოხდება, მე რაღაც გამოჩნდება, ოპოზიციურ ფლანგზეც დაალაგდება სიტუაცია, უფრო გასაგები იქნება რა უნდა როგორ ვაკეთოთ და ზოგადად ქვეყანაში უკეთეს იქნება, მაგრამ თუ ეს ცდილობა ჩავარდება, ეს პირველი ცდილობა არის. ლელოს ქონდა დებატების ცდილობის დაწყება 24 წელს, დასაწყისში და ჩავარდა, როგორც წააგეს, მაშინ დაბლოკეს. და ქართული ოცნება რაც პერიოდი დადიოდა ოპოზიციურ ტელევიზიაში და ისიც მალევე დასრულდა. ანუ ისე არის რომ ვინც იწყებს იმას მგონია რომ სულ მოიგებს და თუ როგორც კი დამარცხდება დებატებში, მე უკვე გარბის. იმედი ასე არ მოხდება. და ასევე მინდა კითხოთ ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თესეოს გაერთიანებასთან დაკავშირებით არის პოლემიკა საზოგადოებაში, ამაში ჩაერთო ოპოზიციაც. თქვენ თუ გაიგეთ ამის შინაარსი ვინ რას აპროტესტებს? მე ზოგადად შვიდად უყურებ ამ ისტორიას, იმიტომ რომ ორი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ანუ ერთი მფლობელი ყავს მთავრობა.
და არც ერთი მათგანი არის განსაკუთრებული, რომ თქვა, რომ რაღაც სამყაროში გუგუნებს რომელიღაც უნივერსიტეტის სახელი. ტექნიკური უნივერსიტეტი საერთოდ ცნობილია იმით, რომ უმეტესწილად ჯარში რო არ წავიდნენ ადამიანები იქ აბარებენ, დისერტაცია რომ უნდა ქართული ოცნების დეპუტატს იყიდოს და კარგად გამოჩნდეს, იყიდულობს დისერტაციას და შემდეგ. ამით არის ცნობილი ეს უნივერსიტეტი. ამიტომ მისი თესეუსთან თლათაცეც ხო არ არის ახლა ვიღაცაც ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლის, ვიღაცა გპ იმაში უნივერსიტეტში ისწავლის და რანე ჩვენი განათლების სისტემა არის მოწინავე სამყაროში, მაგრამ ჩვენ განათლების სისტემაშიც კი გპ არ გამოირჩევა ხარისხი რო ასაწევია ქვეყანაში განათლების ეს სხვა თემა. ხო და იყურეთ ერთი მფლობელი ყავთ და თესეუსთან გაერთიანება, ანუ რაც რამე ღირებული გპ შეიძლება თესეუსში დარჩეს, მაგრამ მე ზოგადად მე თარი პრობლემა მაშინ არ ვხედავ. ანუ მფლობელი როგორ გაერთიანებს, ჩვენ მაგალითად თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტს ერთი მფლობელი ყავს და რო გადაწყვეტოს გაერთიანება, მე მგონი არავინ ამის გამო პროტესტს არ მოვაწყობს, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა რაღაც არის. ჩვენი პრობლემა არის ზოგადად ქვეყანაში უნივერსიტეტი არ გვაქვს. დიახ. იმიტომ რომ უნივერსიტეტი ეს არის რაღაც ლექციები და ცოდნის გადაცემა, ეს ღირებულებების გადაცემა. და აი თუ გახსენდებათ პროტესტები რო იყო, იქ ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო ჩართული, მაგრამ უნივერსიტეტები გაფიცვაზე გავიდნენ. ანუ ეს დაუშვებელი ასეთი უნივერსიტეტი არც ამას არ გააკეთეს, იმიტომ რომ პირიქით პროფესორები უნდა ელაპარაკობდნენ სტუდენტებს, მართან ერთად არჩევდნენ, თუ საჭირო ერთად დადიოდნენ მიტინგებზე, რომ ჯერ ლექციებზე უნდა დადიოდნენ. და აი ჩვენ ეს ღირებულებითი ნაწილი არ გვაქვს უნივერსიტეტებში, იმიტომ რომ მათ შორის სახელმწიფოს ჩარევის მეშვეობით პოლიტიკა გვაქვს მოკლული. არც კი შეიძლება პოლიტიკურად ანგაჟირებული ლექცია ჩაატრო. არა და მაგალითად ეკონომიკის ფაკულტეტზე, პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე ხო არ შეიძლება არ დაინახო რა ხდება ქვეყანაში. პირიქით ყოველდღიურ პოლიტიკაზე უნდა ელაპარაკებოდეს სტუდენტებს და ეს აკრძალული გვაქვს. სკოლაში პოლიტიკა აკრძალული გვაქვს. ადამიანი სკოლას ავტორეს 18 წლის არის, ხმა უნდა მისცეს და პოლიტიკაზე არაფერი არ იცის. და ამიტომ აი ეს რაც მართლა უნივერსიტეტი უნდა იყოს ქვეყანაში, აი რაც ქვია უნივერსიტეტის ტრადიცია როგორ მოდის, ის მოდი არც ერთი არ გვაქვს. არც ერთი უნივერსიტეტი არ აკმაყოფილებს ამ პირობებს და ისაც შემოგჭა საბჭოთა კავშირიდან ან მერე შეიქმნა, რომელიც ზოგი უკეთესია უარესია სხვა კრიტერიუმით. მაგრამ აი ხა რო თქვა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის არარსებობა რაღაცა შესვლის ამ ქვეყანაში, ან უარესობის უკეთესობისგან, მე ამაზე თავს ვერ ავიღებ. არაფერი დიდად არ შეიცვლება. იმიტომ რომ ზოგადად უნდა შეხვდეთ პრობლემას. აი უნივერსიტეტების პრობლემაა ქვეყანაში. ეს პრობლემა იმიტომ არის, რომ სახელმწიფო არეგულირებს ყველაფერს და აკონტროლებს. პროფესორი ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი, რო წვეთს რა და როგორ ასწავლოს და პროფესორის უფლება არ აქვს. ქულები დაწერის უფლება არ აქვს, მთავრობა ადგენს რა და როგორ ქულები უნდა დაუწეროს სტუდენტებს. სრული ტოტალური კონტროლი გვაქვს აწყობილი მთავრობის განათლებაზე, რომ შემთხვევით რეფორმის ფარგლებში ხო და აი სანამ ამას არ შეეხება მთავრობა, სანამ არ შეეხება, სანამ ბიუროკრატი განათლების სამინისტროში ეუბნება პროფესორს როგორ დაწეროს სილაბუსი, სანამ აი ეს სისულელი არ შეიცვლება, არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, ამდენ უნივერსიტეტი იქნება 11 ნაკლები, რა მნიშვნელობა აქვს? რა ხდებოდა ტექნიკურ უნივერსიტეტში ისეთი რის გამოც უნდა თავი შევიწრო ხო, უბრალოდ ტექნიკური უნივერსიტეტი არის რაღაც განსაკუთრებული, აქ ზოგადად ქვეყანაში კატასტროფა ხდება განათლების სისტემაში და თაობები გვაქვს დაკარგული ფაქტორებით, რომ უნივერსიტეტში წესიად ვერ ისწავლე რაღაც აი ცალკეული პროფესორი, ცალკეული ფაკულტეტი შეიძლება უკეთესი უარესი სხვა სულ, მაგრამ რომ მთლიანობაში რომ შეხედო ამ ყველაფერს განათლების სისტემა სრული დეგრადაცია მოხდა ბოლო წლების მანძილზე და ამიტომ რა ვიცი როგორ გითხრათ ამაზე ვიფიქროთ, ამაზე თუ დაფიქრეთ, მე ტექნიკური უნივერსიტეტი არაფერ შუაში არის და ზოგადად საქმის რომელიღაც სახელმწიფო უნივერსიტეტები საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ანუ საუკეთესო უნივერსიტეტებიდან 10-დან 9 ყოველთვის კერძო უნივერსიტეტია. გასაგებია. მადლობა სანდრო რომ მოხვედით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა და